აბა, ვინ არ მიდის აგარაკზე, ვინ არ მიდის და ეს იქნება... ვაუ! მე უკვე მიყვარს ეს თამაში. ჰეი, ჰალკ, თუ გინდა შეგვიძლია ვაკოცოთ. რა თქვი? როგორ მოგეწონა ინის კოცნა? აი, გასინჯე. გაგიჟდი? ჯანდაბა, გააღეთ ფანჯარა, ან ჩართეთ კონდენციონერი. ვერ ხედავ რომ ძალიან მცხელა. ჰეი, ლორა, თუ გცხელა შეგიძლია ტანსაცმელი გაიხადო. თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობ. მადლობ რჩევისთვის, ჰალკ. არა, შენთვის. ჰეი, შენ. და შენ. წადით აქედან. არ გესმით? ენდიმ თქვა წადით აქედანო. კარგი, წავიდეთ და აქ. ისევ დაბრუნდი? მე არ შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება. ხელები მომაშორე. შენი ენჯი მოვიდა. არ გინდა მის გვერდით დაჯდე? მე მაქვს თვალები, დავჯდები თუ მომინდება. არ მჭირდება თქვენი კარნახი. კარგი ძმაო. რატომ ელაპარაკები მას გუფი? ის გიჟია. ო, გიჟი ფაზლი. ღმერთო, აქ ძალიან ცხელა. ჰეი, ფრთხილად, ლორა. მაპატიე. ჰალკ, იცი რატომ ვართ ყველა შეკრებილები? არა? და შენ? რომ ცოდნოდა ძმაო, ხომ არ კითხავდი. ჰეი, ნაის, ხომ არ იცი რატომ შეგკვრიბე საერთოდ? საერთოდ არ მაინტერესებს. თავარია რომ გაკვეთილები არ გვიტარდება. ვერ ხედავთ რომ შეხვედრა გვაქვს. სხვა დღეს მოიხატეთ თავი. მაკიარს არ ვიკეთებთ. ო, დაგვავიწყდა გვეკითხა. ჰეი, კრის, უარ სიტყვი თუ დღეს პაემანზე დაგპატიშებ? სად? დღეს არანაირი პაემანი. ჩვენ მივდივართ სკეიტბორდის პარკში. მე არ შემიძლია სკეიტბორდის ტარება. არ მაინტერესებს. ისწავლი. მეგობრებო, ალბათ გაინტერესებთ, რატომ მოგიყვანეთ რა თქმა უნდა. ვაპირებ გამოვაცხადო, ვინ ჩააბარა ფინალური გამოცდა და ვინ ვერ წამოვა ჩვენთან ერთად აგარაკზე. მაგარი იქნება. მოემზადეთ? შედეგები ძალიან სამწუხაროა. ჰეი, ნაის, დარწმუნებული ვარ ეს გამოცდა ჩავაბარე. მე პონკასგან გადავიწერე და მე კი შენგან გადავიწერე. ორივემ ჩავაბარეთ. საერთოდ არ მაინტერესებს. ვიცი რომ წავალ აგარაკზე. მე მისტერ მაქსის ძმისშვილი ვარ. გაგიმართლა მისტერ მაქსის ძმისშვილო. მენდი, სია. აი მისტერ მაქს, მოამზადეთ ცხვირსახოცი. შედეგებს რომ გაიგებთ, ნამდვილად ატირდებით. აბა, ვინ არ მოდის აგარაკზე, ვინ არ მოდის და ეს არის... მე წამოვალ, მოიცადე ჩაკ, არ შემაწყვეტინო. არც ერთი თქვენგანი არ წამოვა აგარაკზე. რა? რადგან ვერც ერთმა თქვენგანმა ვერ ჩააბარა გამოცდა, ამიტომ თქვენ დარჩებით ზაფხულში აქ გამოცდას ხელახლა ჩააბარებთ შემოდგომაზე. მაგარია, ჩვენ მაქსთან ერთად წავალთ და თქვენ აქ დარჩებით. შენც არ მოდიხარ ჩაკ, შენ რჩები საყარაულოდ აქ. სერიოზულად ამბობთ? დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პასუხები სწორია. თქვენ ამბობთ, რომ მეც ვერ ჩავაბარე გამოცდა მისტერ მაქს? შენ გამოცდა ჩააბარე პონკა, მაგრამ მაინც არ წამოხვალ. ამ ხელა სახლში მარტო ვერ იცხოვრებ. მაქს, მეც მინდა მქონდეს ეს უზარმაზარი სახლი. თავი დამანებე ჩაკ, არსად არ წამოვალ. არ მაინტერესებს ის სახლი. გამოცდა ჩავაბარე. ვიცოდი, რომ ბიბლიოთეკაში დროს ტყუილად არ ვკარგავდი. სამსახურში უბრუნდები. დიახ, და მე შემიძლია შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება. მოიცადე მაქს, სახლი დიდია? პონკა მართალია, არ გვაინტერესებს ეს აგარაკი. ჩვენ აქ ერთად ვართ. არა მგონია მაგარი იყოს მთელი ზაფხულის გატარება კამპუსში. მე უკვე ვიყიდე ახალი საცურაო კოსტიუმი. ჰა? მე საცურაო კოსტიუმი ჯერ არ მიყიდია. წარმატებები ენჯი, შეგიძლია დააბრუნო შენი იაფი საცურაო კოსტიუმი მაღაზიაში. გაიგონეთ ვინმე მესხმა? გონი აქ კოღომ გაიფრინეთ. ეს არ არის კოღო ენჯი, ეს ლორაა. ვიცი ინ, უბრალოდ ასეთი გამონათქვამი არსებობს.
შეწყვიტე აქ ჯდომა. ჯობია წახვიდე ბიბლიოთეკაში და მოემზადო გამოცდისთვის. მენდი, თავად წადი ბიბლიოთეკაში. ჩვენ მოგწონს აქ ყოფნა. მეგობრებო, მოდით ვითამაშოთ სიმართლე თუ მოქმედება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეც ვითამაშებ თქვენთან ერთად. ბატონო ზაბრო, გაიწიე. გაჩუმდი. კარგი მეგობრებო, ვინმეს ხომ არ აქვს ბოთლი? გუფის ყოველთვის აქვს კოკაკოლის ბოთლი. გახსენი უფრო სწრაფად და დალია. მომეცი ბოთლი. მე ვიქნები პირველი, ვინც დაატრიალებს. შენი ჯერია ბენს, სიმართლე თუ მოქმედება? ბიჭებს უნდა ვკითხო. აბა რა ვირჩიო? სიმართლე. სიმართლე. კარგი, შენ აირჩიე სიმართლე. განიცდი რომ ჩვენი გუნდი აღარ არსებობს? გულწრფელად თქვი. კარგი ძმაო, გულწრფელი ვიქნები. მე ნამდვილად ვწუხდი თავიდან რომ გაგაწევეს და გვენატრებოდი კიდე ძმაო. შემდეგ მე გავხდი ლიდერი და ახლა შენზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. მოღალატე, დაატრიალე შენი ბოთლი. ჯანდაბა, ეს შენი ყოფილია, ბენს. ვიცი, სიმართლე თუ მოქმედება, ლორა? არ მაინტერესებს, შენ აირჩიე. არც მე მაინტერესებს, აირჩიე ლორა. შეწყვიტე ტრაბახი. კარგი, მოქმედება. კარგი, შენს ყოფილს ახლავე ტუჩებში აკოცე. მე ამას არ გავაკეთებ. თაღლითი, თაღლითი, თაღლითი. დატოვე თამაში თუ წესები არ იცი. კარგი, მე მას რვეულის საშუალებით ვაკოცებ. არ მომიახლოვდე. არ დაგავიწყდეს რომ შენ ხარ ჩემი ყოფილი. კარგი, შენ იცი რაც უნდა გააკეთო. დიახ, მე ვიცი. მზად ხარ? მზად ვარ. წავიდა. ღმერთო, რა იდიოტები ხართ? ოხ ჯანდაბა, ეს ძალიან მაგარი იყო. ახლა შენი ჯერია დაატრიალო ბოთლი, ლორა. სიმართლე თუ მოქმედება, ამინა? მგონი სიმართლე ჯობია. მაშინ მოემზადე ყველაზე რთული კითხვისთვის. ოდესმე გიღალატია მეგობრებისთვის? სერიოზულად ამბობ, ლორა? მე ზეპირად ვიცი, მე არასდროს ვუღალატებ ჩემს მეგობრებს. საუკეთესო მეგობრები. საუკეთესო მეგობარი ბოლომდე. გაჩუმდი დაკ, ამინა, მაგარი მეგობარია. ზოგიერთისგან განსხვავები. შენ სავით? ვინ იქნება შემდეგი საინტერესოა? სიმართლე თუ მოქმედება, დილან? რა თქმა უნდა, მოქმედება. მაშინ იცეკვე ჩვენთვის. ვაუ! დაჯექი ლუზერო, ყველაფერს გააფუჭებ. მე არ დავჭდები.
დაჯექი ხუჭუჭათავა, დავიხალე უკვე შენი ცეკვით. ძალიან გვიანია, ცეკვა უკვე დასრულდა. ვა, რა მოცეკვავე ხარ დილან? მე ეს ვიცი, პონკა, მე ეს ვიცი. ჩემი ჯერია, ბოთლი უნდა დავატრიალო. სიმართლე თუ მოქმედება, ადმინისტრატორო, მენდი? მოქმედება. რა გეცინებს ხუჭუჭათავა, ჩვენ გელოდებით. წადი და აკოცე კამილს. ჰა, ადვილია. რა? გონი შარში ხარ ძმაო? ვის გაკეთებას აპირებ? რა ვარიანტები გვაქვს? არანაირი ვარიანტი უნდა აკოცო. დამშვიდდი კამილ? გთხოვ ლოყაზე, მენდი. კარგი. ვაუ! მე უკვე მიყვარს ეს თამაში. ახლა ჩემი ჯერია. სიმართლე თუ მოქმედება, ლოლა? მე ავირჩევ სიმართლეს. ლოლა არასოდეს იტყუება. მაშ ლოლა, მართალია რომ გინდა გახდე ჩოგბურთის გუნდის კაპიტანი და ყველაფერს გააკეთებ ამისთვის? მართალია რომ შენთვის დენსი არაფერს წარმოადგენს? რა? ლოლოჩკა, მითხარი რომ ეს ასე არ არის. მაგრამ მე არ მიყვარხარ. შენ დამპირდი ყვავილებს, ჩანთას. ერთი წელია რაც მპირდები რძის კოქტეილს გიყიდიო. მე გიყიდი რძის კოქტეილს. შეგიძლია რაიმე უფრო მარტივი იკითხო? და რაც შეეხება გუნდის კაპიტნობას, თაღლითი. ლოლამ თამაში დატოვა. ეს ნიშნავს რომ ჩემი ჯერია. მე ამირჩიე. ჰო, ეს მე ვარ. ახლა მე ვაკოცებ. დღეს შენი დღეა, კუნთიანო. სიმართლე თუ მოქმედება, ჰალკ? რა თქმა უნდა, მოქმედება. კარგი, შენ თვითონ გინდოდა. აიღე კალათბურთის ბურთი და ფარში ისროლე. და იმ შემთხვევაში თუ ააცდენ, მაშინ ცივ წყალს გადაგასხამთ. ვაუ! რა? მაგრამ რაც შეეხება კოცნას, წადი და აკოცე მანეკენს, გელოდება. არავინ გკითხავს, შელუზერო. მიდი ჰალკ, აცდინე და გპირდები პირადად მე გადაგასხავ ცივ წყალს ვედროდან. გაიგე? გთხოვ არა აცდინო ჰალკ, იმედია სათადარიგო საცვლები წამოღებული გაქვს. ჯანდაბა, არ გამიფანტოთ ყურადღება მეგობრებო. ჰა, ვიღაც დღეს სველი დატოვებს კამპუსს. ვიღაცას ცუდი დღე დაადგება. გაჩუმდით. მე მზად ვარ. We come alive in the night time. Something about ჰო, მე ეს გავაკეთე. წყალი ისეთი ცივია. მოდი ცოტა გავერთოთ. ახლა ენჯის ჯერია. ეს ისეთი მოულოდნელი იყო. ჯანდაბა, რამდენიმე სანტიმეტრითაც და ინიც კარგი იქნება. ჰეი, ჰალკ, თუ გინდა შეგვიძლია ვაკოცოთ. რა თქვი? მე მინდა ეს. კორეაში ქორწინებამდე ტუჩებში კოცნა არ შეიძლება. მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია. როგორი იყო? რა? კარგი, ესეც არ არის ცუდი. როგორ მოგეწონა იინის თითები? აი, შენც ცადე. გაგიჟდი თუ რა ხდება? სიმართლე თუ მოქმედება, გუფი? გუფი ყოველთვის იცავს სიმართლეს. მაშინ ყველას გითხარი, როგორია იყო ლუზერი? გვაინტერესებს. უთხარი მათ ყველაფერი, გუფი.
ლუზერად ყოფნა გასაოცარია. ჩვენ გვყავს ყველაზე მხიარული, ყველაზე მაგარი და ყველაზე მეგობრული გუნდი. ჩვენ ყოველთვის ვზივართ ლანჩზე და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ჩვენ საოცარი ოჯახი ვართ. მართალი ვარ, მეგობრებო? რა თქმა უნდა. ხო ასეა ფაზლ. რაღაც აგერია, ხო? მე არ ვარ ლუზერი, იდიოტო. მერვე წესი ამბობს, რომ ჩვენს გუნდში არ არის ტყუილები. ლუზერი ხარ. ეს არის და ეს. ფრთხილად ჰალკ. ჰეი, ჰალკ. მისმინე ლუზერო, შენი ჯერია დაატრიალო ბოთლი და ისე დაატრიალე, რომ ჩემზე გაჩერდეს და მე ავირჩევ მოქმედებას და ენჯის ვთხოვ კოცნას. გასაგებია თუ არა, რასაც გეუბნები, ლუზერო? რა მოხდება თუ მე ავაცდენ, შენ არა აცდენ? გავიგე. ძმაო. რაზე ლაპარაკობდი ამდენ ხანს? არაფერზე, მე მას წარმატებები ვუსურვე. გთხოვ, ჰალკი, გთხოვ, ჰალკი, გთხოვ. დიახ, გმადლობთ. დიახ, ახლავე გეუბნები, მე მოქმედებას ვირჩევ. რა ჯანდაბა? მას უკვე მეორე რიგი აქვს. ჰალკ, ტუჩებში უნდა აკოცო ენჯის ახლავე. ჯანდაბა, რასულელური სურვილია. რამე უკეთესის მოფიქრება არ შეგიძლია? მე ვაკოცებ მას. რა? მე არ გაკოცებ, ჰალკ. დიახ, შენ არ გაკოცებს ჩემი ენჯი. ვაკოცებ. მე გადავიფიქრე. მოდი, ვაკოცოთ. მოიცადე ენჯი, ამ სულელურ კუნთას ნუაკოცებ, ის მაკოცებს. ისევ ჩემი ჯერია. გაიგე? ვისაც მინდა ვაკოცებ, არავინ გეკითხება. შენ არ ხარ ჩემი ბიჭი, რომ მიბრძანო. ნუ გააკეთებ ამას, ენჯი. გავაკეთებ. მე ახლავე ვაკოცებ პატარა ენჯის, ხოლო შენ შეგიძლია რომ წახვიდე და მანეკენს აკოცო. ის სპორტ დარბაზში გელოდება. ჰა, ადვილია. მზად ხარ, ჰალკ? ზამე მზად ვარ. დავიწყოთ. რას აკეთებთ აქ? ახლავე წადით ბიბლიოთეკაში და მოემზადეთ გამოცდებისთვის. კარგი ენჯი, ყველა წავიდა. შეგვიძლია ვაკოცოთ? ჯანდაბა, ჰალკ, სულელი ხარ? მომშორდი. ის მოდის. ცუდი ფაზლი. მეგობრებო, ხარი დაგვიჭირეთ, ლაიქებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი. შევხვდებით მალე.